ასეთი იყო მონის შრომა სოლომონის მაღაროებში ქრისტეს შობამდე მე-10 საუკუნე. სანამ მეფე სოლომონი საბას დედოფალს ოქროთი მოპირკეთებულ დარბაზებში იღებდა, სანამ პოეტები მისი შეუდარებელი სიბრძნის შესახებ ლექსებს თხზავდნენ და სანამ შორეული ქვეყნების ვაჭრები მისი სპილოსწვლის ტახტის წინაშე ქედს იხრიდნენ, იქიდან ასობით კილომეტრის დაშორებით სრულიად სხვა რამ ხდებოდა. მიწის ბნელ წიაღში კაცები, რომელთა სახელებიც არასოდეს ჩაიწერებოდა არცერთ ეტრატზე, უხეშ კლდეებზე ხელებს ისისხლიანებდნენ იმ ლითონის მოსაპოვებლად, რომელიც იერუსალიმს ანტიკური სამყაროს ყველაზე თვალისმომჭრელ ქალაქად აქცევდა. ეს არის ისტორია, რომელსაც ისტორიის წიგნები იშვიათად ყვებიან. ეს არის რეალობა ბრწყინვალების მიღმა. სანამ ვიდეოს გავაგრძელებდეთ, გსურთ გააძლიეროთ თქვენი ლოცვითი ცხოვრება და ამავდროულად დაეხმაროთ ჩვენს არხს ზრდაში. მოვამზადე მასალა 50-ზე მეტი სპეციალური ლოცვით თქვენ საწინამძღვროდ. დააჭირეთ აღწერაში მოცემულ ბმულს და დაეხმარეთ ჩვენს პროექტს ქრისტეს სიტყვის გავრცელებაში. წარმოიდგინეთ ეს სცენა ერთი წამით. სოლომონის მეფობა პირველ მეფეთა წიგნში აღწერილია, როგორც უპრეცედენტო მშვიდობისა და კეთილდღეობის ეპოქა. ბიბლიური ტექსტი ამბობს, რომ ვერცხლი იერუსალიმში ისეთივე ჩვეულებრივი იყო, როგორც ქვები ქუჩებში. ოქრო შემოდიოდა იმ რაოდენობით, რაც წარმოსახვას აღემატებოდა, წელიწადში 666 ტალანტი, წმინდა ჩანაწერების მიხედვით. ეს უდრის დაახლოებით 23 ტონა უძველესი კაცობრიობისთვის ცნობილ ყველაზე ძვირფას ლითონს. 23 ტონა. ყოველ წელს. 10 წლეულების განმავლობაში. მაგრამ საიდან მოდიოდა ეს ოქრო? ამ კითხვაზე პასუხს სურნელოვანი სასახლეებიდან შორს, მორწყული ბაღებიდან შორს, კომფორტის ყოველგვარი კვალიდან შორს მივყავართ. მივყავართ ნეგევის უდაბნოში, თიმნას მთებში, აქაბას ყურესთან მდებარე მშრალ რეგიონებში. მივყავართ ადგილებში, სადაც მზე დაუნდობლად სჭის დღისით, ხოლო სიცივე ძვლებში ატანს ღამით. ადგილებში, სადაც ცივილიზაცია მთავრდებოდა და სასტიკი შრომა იწყებოდა. ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა სამთო მოპოვების რთული სისტემა, რომელიც ამ რეგიონებში სოლომონის მეფობის შესაბამის პერიოდში ფუნქციონირებდა. თიმნაში მკვლევარებმა 10,000-ზე მეტი უძველესი სამთო შახტა აღმოაჩინეს. 10,000. თითოეული ეს შახტა წარმოადგენს ადამიანის შრომის უთვალავ საათს, უთვალავ ლიტროფლს, მიწისქვეშა სიბნელის მიერ შთანთქმულ უთვალავ სიცოცხლეს. ახლა წარმოიდგინეთ, რას ნიშნავდა მუშაობა ერთ-ერთ ასეთ შახტაში. ტიპური მუშა განთიადამდე იღვიძებდა. არა საკუთარი ნებით, არამედ ვალდებულებით. სოლომონის მიერ დანერგილი ბეგარის სისტემა, რომელიც აღწერილია პირველი მეფეთა მეხუთე თავში, მობილიზებას უკეთებდა 30,000 კაცს მხოლოდ ლიბანში კედარის მოსაჭრელად. სამთო მოპოვებისთვის ციფრები ისეთივე შთამბეჭდავი იყო. 70,000 მტვირთავი. 80,000 ქვისმთლელი მთებში. 3,300 ზედამხედველი მუშათა ამ არმიის კოორდინაციისთვის. ეს ციფრები არ არის პოეტური გაზვიადება. ისინი წმინდა წერილში დაფიქსირებულია, როგორც სამეფოს ადმინისტრაციული მონაცემები. კაცი, რომელიც მაღაროებში ჩადიოდა, აუცილებლად მონა არ იყო სიტყვის ტექნიკური გაგებით. ბევრი იყო ისრაელიანი, რომელიც მეფის წინაშე სავალდებულო სამსახურს ასრულებდა. სხვები იყვნენ ომებში დატყვევებული უცხოელები ან სავაჭრო ხელშეკრულებებით შეძენილნი. იყვნენ ასევე ქანაანელი ხალხების შთამომავლები, რომლებიც დაპყრობის შემდეგ დარჩნენ მიწაზე, ამორეველები, ხეთელები, ფერეზელები, ხივიელები და იებუსეველები, რომლებიც მეორე ნეშტთა მერვე თავის მიხედვით, მუდმივი ძულებით შრომაში იყვნენ ჩაბმულნი. ყველასთვის მიუხედავად მათი წარმოშობისა, რეალობა მაღაროებში ერთნაირი იყო. სიბნელე. უძველესი სამთო გვირაბების სიმაღლე იშვიათად აღემატებოდა მეტრნახევარს. ზრდასრული მამაკაცი ვერ ახერხებდა გამართულად დგომას. მთელ დღეს წელში მოხრილი, ჩაცუცქული ან მუხლებზე დაჩოქილი ატარებდა. განათება მოდიოდა პატარა კერამიკული ლამპრებიდან, რომლებიც ზეითუნის ზეთით იკვებებოდა, იმავე ზეთით, რომელიც იერუსალიმში მღვდლების საცხებად და ნადიმების სურნელებისთვის გამოიყენებოდა. მაღაროებში ის იცვოდა და გამოსცემდა სუსტ ყალს, რომელიც ძლივს ანათებდა მუშის გარშემო არსებულ სივრცეს. და ეს ალიჟანგბაც მოიხმარდა. რაც უფრო ღრმა იყო გვირაბი, მით უფრო გაიშვიათებული იყო ჰაერი. კაცები გონებას კარგავდნენ. ზოგიერთი აღარასოდეს იღვიძებდა. როგორი იქნებოდა 12 საათის გატარება ამ პირობებში. სამუშაო იწყებოდა კლდეში მადნის ძარღვების იდენტიფიცირებით. თანამედროვე გეოლოგები გაოცებულნი არიან უძველესი მაღაროელების უნარით, ეპოვათ ძვირფასი საბადოები მხოლოდ ვიზუალური დაკვირვებისა და თაობების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების გამოყენებით.
ძარღვის იდენტიფიცირების შემდეგ იწყებოდა მოპოვების პროცესი. მუშები იყენებდნენ იარაღებს, რომლებიც ჩვენი სტანდარტებით პრიმიტიულად ჩანს, ქვის ჩაქუჩებს, ბრინჯაოს სატეხებს, ხის სოლებს, მაგრამ ისინი წარმოადგენდნენ იმ დროის ტექნოლოგიის მწვერვალს. ყველაზე გავრცელებული მეთოდი იყო ცეცხლი და წყალი. მაღაროელები კლდის კედელთან კოცონს ანთებდნენ და მას ძლიერად აცხელებდნენ. შემდეგ გახურებულ ზედაპირზე ცივ წყალს ასხამდნენ. თერმული შოკი იწვევდა ბზარებს, რაც მასალის დამსხვრევას აადვილებდა. მარტივად ჟღერს არ იყო. ცეცხლი კიდევ უფრო მეტ ჟანგბადს მოიხმარდა ისედაც მახრჩობელ გარემოში. კვამლი ავსებდა ვიწრო გვირაბებს. თვალები ეწვოდათ. ფილტვები ეწვოდათ. და მუშაობა გრძელდებოდა. დაფიქრდით ამ კაცების მდგომარეობაზე ერთი წამით. მათ არ ჰქონდათ დამცავი აღჭურვილობა. არ არსებობდა ნიღბები მინერალური მტვრის გასაფილტრად, რომელიც ყოველი ჩასუნთქვისას მათ ფილტვებში გროვდებოდა. არ არსებობდა ჩაფხუტები თავის დასაცავად კლდის ნამსხვრევებისგან, რომლებიც მუდმივად ცვიოდა. არ არსებობდა ხელთათმანები ხელების დასაზოგად ქვაზე სასტიკი ხახუნისგან. მათი ტანსაცმელი ძონძები იყო. მათი სხეულები, ერთჯერადი სამუშაო იარაღები. უძველესი სამთო ადგილებში ნაპოვნი ნეშტების კვლევა შემაშფოთებელ სურათს აჩვენებს. ცვლების დეფორმაციები, გამოწვეული წლების განმავლობაში იძულებითი პოზებით. განმეორებადი დატვირთვით განადგურებული სახსრები. მინერალური ნაწილაკების მუდმივი ჩასუნთქვით გაშავებული ფილტვები, მდგომარეობა, რომელსაც დღეს სილიკოს ვუწოდებთ. მაღაროს მუშის სიცოცხლის ხანგრძლივობა მკვეთრად დაბალი იყო საერთო მოსახლეობასთან შედარებით. ბევრი 30 წელსაც ვერ აღწევდა. 30 წელი. ამასობაში იერუსალიმში სოლომონი ცხოვრობდა სასახლეში, რომლის აშენებას 13 წელი დასჭირდა. ათასობით ხელოსნის 13 წლის უწყვეტი შრომა. ტაძარმა, ღვთისსახლმა, რომელიც ისრაელის სულიერი ცენტრი უნდა ყოფილიყო, დამატებით 7 წელი წაიღო. ერთად ეს ორი ნაგებობა 20 წლის უწყვეტ მშენებლობას წარმოადგენდა. 20 წელი, რომლის განმავლობაშიც ძვირფასი მასალების ნაკადი არ უნდა შეწყვეტილიყო. 20 წელი, რომლის განმავლობაშიც მაღაროებს დაუღალავად უნდა ეწარმოებინათ. მოპოვებული ოქრო რთულ პროცესს გადიოდა იერუსალიმის ოქრომჭედლებამდე მიღწევამდე. ჯერ ნედლი მადანი ზედაპირზე ამოჰქონდათ მუშების ზურგზე მოკიდებული კალათებით. კაცი დღეში ათეულობით ჯერ ადიოდა და ჩადიოდა იმპროვიზებულ კიბეებზე, ყოველ ჯერზე 20-დან 30 კილოგრამამდე ქვას ეზიდებოდა. ახალშობილი ხბოს წონა. უსასრულოდ განმეორებადი. ზედაპირზე მადანს ხელით ნაყავდნენ. ამ დავალებას ხშირად ქალები და ბავშვები ასრულებდნენ, რომლებიც ქვებს იყენებდნენ დიდი ნამსხვრევების სულ უფრო პატარა ნაჭრებად დასამსხვრევად. მიღებულ ფხვნილს შემდეგ წყლის არხებში რეცხავდნენ, რათა ოქროს ნაწილაკები მინარევებისგან გამოეყოთ. ეს პროცესი მოითხოვდა უსაზღვრო მოთმინებას და გაწაფულ თვალს ჩვეულებრივ ქვიშაში ოქროსფერი მარცვლების ამოსაცნობად. მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. გამოყოფილი ოქრო უნდა გადადნობილიყო ბოლო მინარევების მოსაცილებლად და გაფანტული მარცვლების გამოსაყენებელ ზოდებად გადასაქცევად. სადნობი ღუმელები 1000 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე მუშაობდნენ. 1000 გრადუსი. ამ სიცხის მისაღწევად მუშები უწყვეტად ტუმბავდნენ ჰაერს ტყავის საბერველებით, კვებავდნენ ალს ხის ნახშირით, რომელიც საწარმოო ჯაჭვის სხვა ნაწილებში იწარმოებოდა. სიცხე იმდენად ინტენსიური იყო, რომ ღუმელებთან მომუშავე კაცები მუდმივ დამწვრობას იღებდნენ. მათი კანი სამუდამოდ დაღდასმული რჩებოდა. თმები, შეტრუსული. წარმოიდგინეთ ეს თქვენს გონებაში. საწარმოო ჯაჭვი, რომელიც იწყებოდა მიწის ბნელ სიღრმეებში და მთავრდებოდა ზედაპირის გავარვარებულ ღუმელებში. ყოველ ეტაპზე ადამიანის სხეულები დაუნდობელი მანქანის ჭანჭიკებად მსახურობდნენ. და ამ ჯაჭვის ბოლოს გაწმენდილი ოქრო საგულდაგულოდ იწონებოდა, რეგისტრირდებოდა და ჯარისკაცების მიერ დაცული ქარავნებით იერუსალიმის სამეფო საგანძურში იგზავნებოდა. ქარავნები ასობით კილომეტრს გადიოდნენ მტრულ ტერიტორიებზე. ნეგევის უდაბნო მომთაბარე ტომების სამშობლო იყო, რომლებიც ტრანსპორტირებულ სიმდიდრეში ძარცვის დაუძლეველ შესაძლებლობას ხედავდნენ. ამიტომ ოქროს ყოველი ტვირთი მნიშვნელოვან სამხედრო ესკორტს მოითხოვდა. ჯარისკაცები, რომლებიც შესაძლოა სამეფოს საზღვრებს იცავდნენ, ლითონის დასაცავად იყვნენ გადასროლილნი. სოლომონის სიმდიდრის სამხედრო ფასი იშვიათად არის ნახსენები, მაგრამ ის მნიშვნელოვანი იყო. როდესაც ოქრო საბოლოოდ იერუსალიმში ჩადიოდა, მას სამეფო ხელოსნებს გადასცემდნენ. ეს კაცები მაღაროელებისგან განსხვავებით, პატივსაცემი პროფესიონალები იყვნენ.
ბევრი მოდიოდა ტიროსიდან გამოგზავნილი მეფე ჰირამის მიერ, როგორც სოლომონთან ალიანსის ნაწილი. ისინი მუშაობდნენ კარგად განათებულ სახელოსნოებში, იყენებდნენ დახვეწილ იარაღებს ნედლი ლითონის შეუდარებელი სილამაზის ობიექტებად გადასაქცევად. ტაძრის ქერუბიმები, აღთქმის კიდობნის სახურავი, საკურთხევლის წმინდა ჭურჭელი. თითოეული ნივთი წარმოადგენდა საათობით ზედმიწევნით მხატვრულ შრომას. მაგრამ თითოეული ნივთის მიღმა, უხილავი და დავიწყებული, იდგა იმათი ტკივილი, ვინც ლითონი მიწიდან ამოიღო. ბიბლია სრულად არ მალავს ამ რეალობას. პირველი მეფეთა მე-12 თავში სოლომონის სიკვდილის შემდეგ პოულობთ გამამჟღავნებელ ამბავს. ისრაელის ხალხი მიდის რობოამთან, სოლომონის ძესთან და მემკვიდრესთან მკაფიო თხოვნით, მამა შენმა დაგვიმძიმა უღელი, ახლა შენ შეგვიმსუბუქე მამა შენის მძიმე სამსახური და მისი მძიმე უღელი, რომელიც დაგვადგა და ჩვენ გემსახურებით. რობოამის ამ პარტავანმა პასუხმა, თვირთის კიდევ უფრო გაზრდის დაპირებამ, გამოიწვია სამეფოს გაყოფა. 10 ტომი აჯანყდა და ჩამოაყალიბა ჩრდილოეთის სამეფო ისრაელი. მხოლოდ იუდა და ბენიამინი დარჩნენ დავითის სახლის ერთგულნი. დააკვირდით, რას ამჟღავნებს ეს. სოლომონის მეფობის კეთილდღეობას თავისი ფასი ჰქონდა. და ეს ფასი გადახდილი იქნა უბრალო ხალხის ზურგით, ხელებითა და სიცოცხლით. როდესაც ზეწოლა აუტანელი გახდა, ასეთი ძალისხმევით აშენებული სამეფო შუაზე გაიბრძარა. ოქრომ ვერ იყიდა ერთგულება. სიბრძნემ ვერ უზრუნველყო უწყვეტობა. ექსპლუატაციის სიმძიმე საბოლოოდ თავის საზღაურს ითხოვს. დაუბრუნდეთ მაღაროებს. უძველესი სამთოშრომის ხშირად იგნორირებული ასპექტი მისი ფსიქოლოგიური გავლენაა. ეს კაცები მანქანები არ იყვნენ. მათ ჰყავდათ ოჯახები. ჰქონდათ ოცნებები. ჰქონდათ შიშები. თვეების ან წლების გატარება მიწის სიღრმეში, ყველაფრისგან შორს რაც იცოდნენ და უყვარდათ, ტოვებდა უხილავ კვალს, ისეთივე ღრმას, როგორც ფიზიკური ნაწიბურები. სხვა უძველესი ცივილიზაციების ჩანაწერები, რომლებიც ფართომასშტაბიან სამთო მოპოვებას ეწეოდნენ, ეგვიპტელები, რომაელები, ბერძნები, ახსენებენ თვითმკვლელობის მცდელობებს მაღაროს მუშებს შორის. ახსენებენ სასოწარკვეთილ გაქცევებს, რომლებიც თითქმის ყოველთვის ხელახალი დატყვევებითა და სასტიკი დასჯით მთავრდებოდა. ახსენებენ ასევე წინააღმდეგობის მცირე ფორმებს, განზრახნელ მუშაობას, იარაღების ფარულ საბოტაჟს, სიმღერებს, რომლებიც გამოხატავდნენ გლოვას ისე, რომ პირდაპირ დაუმორჩილებლობად ვერ დასჯილიყო. ჩვენ არ გვაქვს ამ პრაქტიკის კონკრეტული ჩანაწერები სოლომონისთვის მიწერილ მაღაროებში. მაგრამ გულუბრყვილობა იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ ადამიანური გამოცდილება ფუნდამენტურად განსხვავებული იყო. ტკივილი უნივერსალურია. სასოწარკვეთილებამ არ იცის კულტურული საზღვრები. ზოგიერთი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ სოლომონის ცნობილი სიბრძნე მოიცავდა პრაგმატულ გაგებას მუშების მინიმალური ფუნქციონირების შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ. ადეკვატური კვება, სავარაუდოდ პური, წყალი, ხანდახან გამხმარი ხორცი ან თევზი, მიეწოდებოდათ არა თანაგრძნობის გამო, არამედ ეკონომიკური გათვლით. მკვდარი მუშა არ აწარმოებს. ავადმყოფი მუშა ცოტას აწარმოებს. სამუშაო ძალის ცოცხლად შენარჩუნება უბრალოდ კარგი ადმინისტრირება იყო. ეს ცივი ლოგიკა მკვეთრად ეწინააღმდეგება იმავე მეფისთვის მიწერილ იგავებს. ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვისაც ეკუთვნის, როცა შენს ხელთ არის მისი გაკეთების ძალა. სიტყვები მშვენიერია. პრაქტიკა სხვა იყო. მაღაროებში ცვლების სისტემა სავარაუდოდ როტაციულ მოდელს მიჰყვებოდა. პირველი მეფეთა მეხუთე თავი ახსენებს, რომ ლიბანში ხის მოსაჭრელად გაგზავნილი 30,000 კაცი დაყოფილი იყო 10,000-იან ჯგუფებად, თითოეული ჯგუფი მუშაობდა ერთ თვეს და ისვენებდა ორს. თუ ეს მოდელი მაღაროებზეც ვრცელდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ თითოეული მუშა წელიწადში 4 თვეს ატარებდა მიწის სიღრმეში. 4 თვე სიბნელეში. 4 თვე მტვერში. 4 თვე ოჯახისგან შორს. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ამტკიცებს, რომ მაღაროებში მუშაობა უფრო სასტიკი იყო. ხის ჯვრისგან განსხვავებით, რაც ღია ცის ქვეშ შეიძლებოდა გაკეთებულიყო, სამთო მოპოვება სპეციალიზაციას მოითხოვდა. მუშებს უნდა სცოდნოდათ გვირაბები, გაეგოთ მოსალოდნელი საფრთხის ნიშნების, სცოდნოდათ კლდის ვარიაციების ინტერპრეტაცია, რაც მიუთითებდა, სად იქნებოდა მადანი უფრო უხვი. სამუშაო ძალის მუდმივი შეცვლა არაეფექტური იქნებოდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბევრი მაღაროელი მაღაროებში გაცილებით დიდხანს რჩებოდა, შესაძლოა წლების განმავლობაში ზედიზედ. წლები. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს წლების განმავლობაში მზის არ დანახვა. გვირაბებში შესვლა განთიადამდე, გამოსვლა დაღამების შემდეგ.
ან კიდევ უარესი მაღაროებთან ახლოს მდებარე ბანაკებში ძილის სახლში დაბრუნების გარეშე. კანი ფერს კარგავს. თვალები ეგუება მუდმივ სიბნელეს. გარე სამყარო ხდება შორეული მოგონება, თითქმის სიზმარი. და შემდეგ ხანდახან მთელი იმ ტანჯვის საბოლოო დანიშნულების გაელვება. შესაძლოა ზედამხედველს ეთქვა იერუსალიმში აშენებული საოცრებების შესახებ. შესაძლოა მოგზაურს აღეწერა ტაძრის ბრწყინვალება მზის ჩასვლისას, როდესაც ჩამავალი მზის შუქი მის ოქროთი მოპირკეთებულ კედლებს გავარვარებულ ნაკვარჩხლებად აქცევდა. მაღაროელისთვის ეს ხილვა მიუწვდომელი იყო. ის არასოდეს შეაბიჯებდა იმ წმინდა ადგილებში. არასოდეს დატკბებოდა იმ სილამაზით, რომელიც მისმა ხელებმა გახადა შესაძლებელი. ის იყო უხილავი. ერთჯერადი. საჭირო მხოლოდ მანამ, სანამ სასარგებლო იყო. მუშები ავითარებდნენ სულიერი გადარჩენის საკუთარ ფორმებს. დაბალი ხმით ნამღერი სიმღერები მუშაობის დროს. დასვენების ხანმოკლე მომენტებში გაზიარებული ამბები. მიწის სიღრმეში ჩურჩულით ნათქვამი ლოცვები, სადაც არც ერთ მღვდელს არასოდეს ჩაუტარებია მსხვერპლშეწირვას, სადაც არც ერთ ლევიტელს არასოდეს უმღერია ოფიციალური ფსალმუნი. ეს მიწისქვეშა რელიგიურობა, პირდაპირი მნიშვნელობით, არასოდეს ყოფილა დაფიქსირებული. მაგრამ ის ნამდვილად არსებობდა. ძველი ახლო აღმოსავლეთის სხვა კულტურებში არსებობს ჩანაწერები მაღაროს მუშების შესახებ, რომლებმაც საკუთარი კულტები განავითარეს. სიბნელის მფარველი ღვთაებები. რიტუალები მიწის სულების დასამშვიდებლად, რომლებიც სიღრმეებში ბინადრობდნენ. გალერეებში დატოვებული შესაწირავი მუშაობის დაწყებამდე. სავარაუდოა, რომ მსგავსი რამ არსებობდა ისრაელის მაღაროელებს შორისაც, თუნდაც იაჰვეს რწმენის ელემენტებთან შერეული. ხალხური თეოლოგია ხშირად განსხვავდება ოფიციალური თეოლოგიისგან, განსაკუთრებით მათ შორის, ვისაც ინსტიტუციური რელიგია მარგინალიზაციას უკეთებს. ზოგიერთი ეს მუშა უცხოელი იყო, რომლებმაც თან მოიტანეს საკუთარი რელიგიური ტრადიციები. სხვები იყვნენ ისრაელიანები, რომლებმაც იცოდნენ თავიანთი წინაპრების ისტორიები, პატრიარქები, გამოსვლა, დაპყრობა, მაგრამ ცხოვრობდნენ იმ ნარატივებისგან იმდენად დაშორებულ რეალობაში, რომ ალბათ კითხულობდნენ, სად იყო ღმერთი მათ ტანჯვაში. იობის კითხვა, რატომ იტანჯება უდანაშაულო? მათთვის არ იყო თეოლოგიური აბსტრაქცია. ეს იყო ყოველდღიური რეალობა. იყო თანაზიარების მომენტები იმ სიბნელეში. მუშები, რომლებიც მიღებულ მცირე საკვებს უზიარებდნენ უფრო სუსტ ამხანაგებს. ვეტერანები, რომლებიც ახალბედებს ასწავლიდნენ ჩამონგრევის მოახლოებული ნიშნების ამოცნობას, კლდის სპეციფიკურ ჭრიალს, მიწის განსაკუთრებულ ვიბრაციას. კაცები, რომლებსაც დაჭრილი კოლეგები გვირაბებიდან გამოჰყავდათ, საკუთარი წარმოების კვოტის რისკის ფასად. ჩაგრულთა სოლიდარობა არის ძალა, რომლის სრულად განადგურებას ვერცერთი სისტემა ვერ ახერხებს. და იყო ასევე ღალატი. შიმშილი ადამიანებს საშინელებებს აკეთებინებს. ზედამხედველები, რომლებიც დამატებით ულუფას სთავაზობდნენ იმ ამხანაგების დასმენის სანაცვლოდ, რომლებიც ნელა მუშაობდნენ. მუშები, რომლებიც ჩხუბობდნენ გალერეებში საუკეთესო ადგილებისთვის, სადაც ჰაერი ცოტათი ნაკლებად მძიმე იყო. ოპრესია არა მხოლოდ თრგუნავს, ის ასევე ხრწნის. მსხვერპლს თანამშრომლად აქცევს, ხოლო თანამშრომელს ახალმჩაგვრელად. ეს დინამიკა არ იყო ექსკლუზიური სოლომონის მაღაროებისთვის. ის მეორდება სისტემატური ექსპლუატაციის ყველა სიტუაციაში ისტორიის მანძილზე. მაგრამ ამის აღიარება არ ამცირებს სისტემის ბრალეულობას. ის მხოლოდ ამჟღავნებს მის კიდევ ერთ სისასტიკეს, უნარს, აიძულოს მსხვერპლი მონაწილეობა მიიღოს საკუთარ ჩაგვრაში. ირონია მჭრელია. იერუსალიმის ტაძარი აშენდა იმისთვის, რომ ყოფილიყო ღვთის სამკვიდრო ადამიანებს შორის. დედამიწის ყველაზე წმინდა ადგილი. და მისი მშენებლობა დამოკიდებული იყო იმ ადამიანების ოფლზე, რომლებსაც ადამიანზე ნაკლებად ეპყრობოდნენ. ოქრო, რომელიც ფარავდა წმიდათა წმიდას, ტაძრის ყველაზე წმინდა ადგილს, სადაც ღვთიური ყოფნა მკვიდრობდა, მიწიდან ამოღებულ იქნა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც არასოდეს გამოცდიდნენ სიწმინდესთან იმ სიახლოვეს, რომელიც მათმა შრომამ გახადა შესაძლებელი. წმინდა წერილი შთამბეჭდავი სიზუსტით აღწერს გამოყენებული ოქროს რაოდენობას. წმიდათა წმიდა სრულყოფილი კუბი 20 წრთის გვერდით, დაახლოებით 10 მეტრი თითოეული მიმართულებით, მთლიანად სუფთა ოქროთი იყო მოპირკეთებული. კედლები, იატაკი, ჯერი, ორი ქერუბიმი, რომლებიც აღთქმის კიდობანს იცავდნენ, თითოეული 5 მეტრის სიმაღლის იყო, ფრთებით, რომლებიც კიდევ 5 მეტრზე იშლებოდა. ისინი ზეთისხილის ხისგან იყო დამზადებული და მთლიანად ოქროთი დაფარული. საკმევლის საკურთხეველი ოქროსი იყო.
საწინაშეო პურის ტაბლა ოქროსი იყო. 10 სასანთლე, რომელიც წმინდა ადგილს ანათებდა, მასიური ოქროსი იყო. გამოთვალეთ ამ ყველაფრის წონა. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ მხოლოდ წმინდათა წმინდის მოპირკეთებამ დაახლოებით 15 ტონა ოქრო წაიღო. ქერუბიმებმა კიდევ 3 ტონა. წმინდა ჭურჭელმა და ავეჯმა კიდევ 5 ტონა. არ ჩავთვლით ოქროს, რომელიც გამოყენებული იყო კარებზე, ანჯამებზე, დეკორატიულ ორნამენტებზე, საცერემონიო ფარებზე, რომლებიც სოლომონმა დაამზადებინა, 300 ნაჭედი ოქროს ფარი, თითოეული 3 მანის წონის, დაახლოებით კილო ნახევარი. 450 კილოგრამი მხოლოდ დეკორატიულ ფარებში. და მთელმა ამ ოქრომ ჯერ მაღაროელების ხელში გაიარა. არის კიდევ ერთი ასპექტი, რომელსაც იშვიათად ვითვალისწინებთ. ოქრო არ იყო ერთადერთი მოპოვებული ლითონი. სპილენძი ისეთივე მნიშვნელოვანი იყო. ბრინჯაოს სვეტები, რომლებიც ტაძრის შესასვლელს ამშვენებდნენ, იაქინი და ბოაზი, იყო მონუმენტური ნაგებობები, თითოეული 9 მეტრის სიმაღლის. ბრინჯაოს სხვა უზარმაზარი აუზი, რომელსაც მღვდლები რიტუალური განწმენდისთვის იყენებდნენ, 5 მეტრის დიამეტრის იყო და 40,000 ლიტრ წყალს იტევდა. ეს ობიექტები მოითხოვდა კოლოსალური რაოდენობის სპილენძს, რომელიც ასევე უნდა მოპოვებულიყო, გადადნობილიყო და ტრანსპორტირებულიყო. თიმნას სპილენძის მაღაროები კიდევ უფრო ვრცელი იყო, ვიდრე ოქროს საბადოები. მთელი ხეობა უძველესი ინდუსტრიული ლანდშაფტი იყო, ასობით გვირაბით გახვრეტილი მთებით. წიდა დნობის პროცესის ნარჩენი ქმნიდა გროვებს, რომლებიც დღესაც ჩანს, წარმოების მასშტაბის მდუმარე მოწმეები. ამ წიდის ქიმიური ანალიზი აჩვენებს დნობის ტემპერატურას 1200 გრადუსამდე. ტემპერატურა, რომელიც მოითხოვდა დახვეწილ ტექნოლოგიას და ადამიანის სასტიკ შრომას შესანარჩუნებლად. მუშები, რომლებიც სადნობ ღუმელებთან მუშაობდნენ, განსხვავებული რისკების წინაშე იდგნენ, ვიდრე მიწისქვეშა მაღაროელები, მაგრამ ისეთივე სასიკვდილო. მძიმე დამწვრობა ყოველდღიურობა იყო. ლითონის ორთქლის ჩასუნთქვა იწვევდა სპეციფიკურ ფილტვის დაავადებებს. უკიდურესი სიცხე იწვევდა მძიმე დეჰიდრატაციას, უდაბნოს გარემოში, სადაც წყალი ისედაც დეფიციტური იყო. ბევრი კვდებოდა თერმული გამოფიტვისგან, მათი სხეულები უბრალოდ ვერ უძლებდნენ შეუძლებელ სიცხეს. და იყვნენ კიდევ მეშიშეები. ღუმელების მუშაობის შესანარჩუნებლად საჭირო იყო ხის ნახშირის მუდმივი მარაგი. ეს ნიშნავდა ხეების ჭრას უდაბნოში, სადაც ხეები იშვიათი და ძვირფასი იყო და მათ ნახშირად გადაქცევას კონტროლირებადიცვის საშუალებით. პროცესი დღეებს იკავებდა და მუდმივ ყურადღებას მოითხოვდა. მეშიშეები მუდმივად სუნთქავდნენ კვამლს. მათი ტანსაცმელი, თმები, კანი სამუდამოდ გაჟღენთილი იყო ნახშირად ქცეული ხის მძაფრი სუნით. ისინიც უხილავები იყვნენ. ისინიც დაივიწყეს. საწარმოო ჯაჭვი ასობით კილომეტრზე იჭიმებოდა. უდაბნოდან, სადაც მადანი მოიპოვებოდა, ღუმელების გავლით, სადაც იწმინდებოდა, ქარავნებამდე, რომლებსაც რაფინირებული ლითონი გადაჰქონდათ, საბოლოოდ სახელოსნოებამდე, სადაც ხელოსნები ნედლ მასალას წმინდა ხელოვნებად აქცევდნენ. ამ ჯაჭვის ყოველ რგოლში ანონიმურ მუშებს შეჰქონდათ თავიანთი ოფლი და სიცოცხლე. დაფიქრდით ადმინისტრაციულ სირთულეზე, რომელიც საჭირო იყო ამ ყველაფრის კოორდინაციისთვის. სოლომონს მიეწერება ეფექტური სამეფოს ორგანიზების სიბრძნე. მაგრამ ამ ეფექტურობას ადამიანური ფასი ჰქონდა. წერლები, რომლებიც მაღაროების წარმოებას აღრიცხავდნენ, არ იწერდნენ მიცვალებულთა სახელებს. ზედამხედველები, რომლებიც მშენებლობების პროგრესს აშუქებდნენ, არ ახსენებდნენ დაჭრილებს. ბუღალტრები, რომლებიც დაგროვილ სიმდიდრეს ითვლიდნენ, არ აკლებდნენ დაკარგული სიცოცხლეების ღირებულებას. სამეფოს აღრიცხვა ზუსტი იყო ოქროს მიმართ. ის დუმდა ადამიანების მიმართ. ეს დუმილი არის ალბათ ყველაზე შემაშფოთებელი ასპექტი მთელი ამ ისტორიისა. მაგრამ შესაძლოა არსებობს ამის დანახვის სხვა გზა. ისრაელის წინასწარმეტყველები ხშირად აკრიტიკებდნენ მატერიალური სიმდიდრისადმი გატაცებას სოციალური სამართლიანობის ხარჯზე. ამოსი, ესაია, მიქა, ყველა გმობდა მათ, ვინც ოქროს აგროვებდა ღარიბების ჩაგვრისას. ეს წინასწარმეტყველური ტრადიცია, რომელიც სოლომონის მეფობის მომდევნო საუკუნეებში აყვავდა, შეიძლება ჩაითვალოს იმ პერიოდის გადამეტებების პირდაპირ პასუხად. თავად სოლომონისთვის მიწერილი გვიანდელი სინანული ეკლესიასტეს წიგნში, ამავებათა, ყოველივე ამოვა მიუთითებს საბოლოო გაცნობიერებაზე, რომ სიმდიდრისა და დიდების ძიება, საბოლოო ჯამში, ცარიელი იყო. ყოველივე ამაოა. სიტყვები იმისა, ვისაც ჰქონდა ყველაფერი, რის იყიდვაც ოქროს შეეძლო და აღმოაჩინა, რომ ეს არ იყო საკმარისი. მაღაროელებისთვის კი ფილოსოფია მიუწვდომელი ფუფუნება იყო. მათი რეალობა უფრო დაუყოვნებელი იყო.
შიმშილი, წყურვილი, ტკივილი, შიში და უპირველეს ყოვლისა კიდევ ერთი დღის გადარჩენის საჭიროება. კიდევ ერთი საათის. ჩაკუჩის კიდევ ერთი დარტყმის კლდეზე, რომელიც არ ნებდებოდა. უბედური შემთხვევები ხშირი იყო. ჩამონგრევები რეგულარულად კლავდა მუშებს. საყრდენების ადეკვატური მეთოდების გარეშე, გვირაბები გეოლოგიურ იღბალზე იყო დამოკიდებული სტაბილურობის შესანარჩუნებლად. როდესაც იღბალი ღალატობდათ, კაცები ცოცხლად იმარხებოდნენ. მათი სხეულების ამოყვანა იშვიათად ხდებოდა. არ იყო არც დრო და არც რესურსების სამაშველო გათხრებისთვის. წარმოება უნდა გაგრძელებულიყო. ახალი გვირაბები იხსნებოდა ძველების გვერდით, რომლებიც უსახელო საფლავებად იქცეოდნენ. დუმილი. ეს იყო ყველაზე სასტიკი რეალობა. ეს კაცები დუმილში კვდებოდნენ. ჩანაწერის გარეშე. მემორიალის გარეშე. საჯარო გლოვის გარეშე. მათი სახელები დროში დაიკარგა როგორც მტვერი, რომელსაც სუნთქავდნენ. სანამ სოლომონი 3000 წელია ახსოვთ, როგორც ყველაზე ბრძენი მეფე, ვინც კი ოდესმე არსებულა, ისინი, ვინც მისი მეფობა შესაძლებელი გახადეს, უსახო აჩრდილები არიან ისტორიის მიღმა. და მაინც გარკვეულწილად ისინიც იყვნენ წმინდა ნაგებობის მშენებლები. არსებობს თეოლოგიური პერსპექტივა, რომელიც ხედავს გამომსყიდველ მნიშვნელობას თუნდაც აღიარების გარეშე დარჩენილ ტანჯვაში. ოქრომ, რომელიც მათ მოიპოვეს, მოაპირკეთა ადგილი, სადაც მომავალი თაობები ღმერთს ეძებდნენ. ტაძარი თითქმის 400 წელი იდგა ბაბილონელების მიერ მის განადგურებამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში მომლოცველები მთელი ისრაელიდან წელიწადში სამჯერ ადიოდნენ იერუსალიმში თაყვანისსაცემად. ისინი შედიოდნენ ეზოებში, რომლებიც იმ დავიწყებული მაღაროელების შრომით ბრწყინავდა. ლოცვებს აღავლენდნენ ჭერქვეშ, რომელსაც უსახელო კაცების ოფლი ჰქონდა ნაწოვი. შესაძლოა, ამ ირონიაში არის რაღაც ღრმად შესაფერისი. წმინდა ნაგებობა, რომელიც აშენდა თავმდაბალთა მსხვერპლშეწირვით. უხილავი, რომელიც ამაგრებს ხილულს. მრავალთა ტანჯვა, რომელიც შესაძლებელს ხდის ყველას თაყვანისცემას. საუკუნეების შემდეგ სხვა ტაძარი აშენდებოდა. არა ქვებითა და ოქროთი, არამედ ადამიანთა სიცოცხლით. მოციქულმა პავლემ მისწერა კორინთელებს, ნუ თუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული მკვიდრობს თქვენში, ამ ხედვით თითოეული ადამიანი ტაძარია. თითოეულ სიცოცხლეს აქვს წმინდა ღირებულება. ეს გზავნილი არის იმ ლოგიკის იმპლიციტური შესწორება, რომელიც მაღაროელებს ერთჯერად იარაღებად ეპყრობოდა. იესო, სოლომონის შთამომავალი მათეს გენეალოგიის მიხედვით, ცხოვრობდა როგორც დურგალი, ფიზიკური მუშა. მან იცოდა იარაღების სიმძიმე, კუნთების დაღლილობა, ფიზიკური შრომის ღირსება. და თავის სწავლებებში ის თანმიმდევრულად ამაღლებდა თავმდაბლებს და აფრთხილებდა ძლიერებს. უკანასკნელნი იქნებიან პირველნი. ვისაც სურს თქვენ შორის დიდი იყოს, თქვენი მსახური იყოს. სიტყვები, რომლებიც განსაკუთრებულად ჟღერს, როდესაც ვფიქრობთ მათზე, ვინც სიტყვასიტყვით უკანასკნელნი იყვნენ საკუთარ საზოგადოებაში. თაზე ქადაგებისას იესომ ნეტარად გამოაცხადა სულით გლახაკნი, გლოვიარენი, მშვიდნი, სიმართლისთვის მშიერნი და მწყურვალნი, მოწყალენი, გულით წმინდანი, მშვიდობის მყოფელნი, დევნილნი. ამ სიის წაკითხვისას რთულია არ იფიქრო სოლომონის მაღაროელებზე. ისინი ნამდვილად გლოვობდნენ. ნამდვილად შიოდათ და სწყუროდათ, პირდაპირ და მეტაფორული მნიშვნელობით სამართლიანობა. ისინი ნამდვილად იდევნებოდნენ სისტემის მიერ, რომელიც მათ ადამიანზე ნაკლებად ხედავდა. იესო რომ ყოფილიყო იერუსალიმში სოლომონის მეფობის დროს, სად ვიპოვიდით მას? კითხვა პროვოკაციულია, მაგრამ პასუხი ნათელი ჩანს. ის არ იქნებოდა სასახლის ნადიმებზე. არ იქნებოდა ტაძრის ოქროს დარბაზებში. ის იქნებოდა მაღაროებში. ის იქნებოდა დავიწყებულებთან. ის ეზიდებოდა მადნის კალათებს მათ გვერდით, ვისი იგნორირებაც ისტორიამ ამჯობინა. პერსპექტივის ეს ცვლილება სრულად ცვლის ჩვენს გაგებას იმ პერიოდის შესახებ. სოლომონის მეფობა არ არის მხოლოდ დიდების ეპოქა, რომელიც უნდა ვიზეიმოთ. ეს არის ასევე უსიამოვნო შეხსენება იმისა, თუ როგორ იქნება ხშირად სიმდიდრე. ტაძრის სილამაზე არ აუქმებს ტანჯვას, რომელმაც ის შესაძლებელი გახადა. ორი რეალობა თან არსებობს, ერთი მეორეს ანათებს. დღეს, თითქმის 3000 წლის შემდეგ, თიმნას მაღაროები ტურისტულ პარკად იქცა. ვიზიტორები დადიან კარგად მონიშნულ ბილიკებზე, ფოტოებს უღებენ ფერად კლდოვან წარმონაქმნებს, სწავლობენ უძველესი სამთო მოპოვების ისტორიას კონდიცირებულ ვიზიტორთა ცენტრებში. სისასტიკე სანიტარიზებულია. ტანჯვა ისტორიულ ცნობის მოყვარეობად იქცა.
მაღაროელები რჩებიან უხილავებად მაშინაც კი, როდესაც მათი გვირაბები ატრაქციონებად არის გამოფენილი. მაგრამ შესაძლებელია სხვაგვარი მეხსიერება. შესაძლოა ნებისმიერი ოქროს ნივთის ჩვრეთისას, საქორწინო ბეჭდის, ოლიმპიური მედლის, რელიგიური ორნამენტის შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ სადღაც ისტორიის რომელიღაც მომენტში ვიღაც იტანჯებოდა, რათა ეს ლითონი ჩვენს ხელში მოხვედრილიყო. არა მხოლოდ სოლომონის მაღაროებში, არამედ მაღაროებში მთელ მსოფლიოში, საუკუნეების მანძილზე დღემდე. ოქროს მოპოვება გრძელდება. პირობები გაუმჯობეს და ზოგიერთ ადგილას დარჩა სასტიკის ხვებში. კავშირი სიმდიდრესა და ტანჯვას შორის არასოდეს ყოფილა სრულად გაწყვეტილი. და შესაძლოა ამ გაცნობიერებამ შეგვცვალოს. გვაიძულოს დავფიქრდეთ ჩვენს მფლობელობაში არსებული ნივთების რეალურ ფასზე. შეგვახსენოს, რომ თითოეული ობიექტის მიღმა არსებობს ადამიანის შრომის ჯაჭვი, რომელიც ხშირად უხილავი რჩება. შთაგვაგონოს, დავაფასოთ ადამიანები უფრო მეტად, ვიდრე მათი შრომის პროდუქტები. სოლომონის მაღაროელებს არ დაუტოვებიათ სახელები. არ დაუტოვებიათ ნაწერები. არ დაუტოვებიათ მონუმენტები. მაგრამ მათ დატოვეს რაღაც შესაძლოა უფრო გამძლე, კითხვა რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ეხმიანება. რად ღირს ადამიანი? სოლომონის პასუხი, გაზომილი უფრო მეტად მოქმედებებით, ვიდრე სიტყვებით, ნათელი იყო, ნაკლებად ვიდრე ოქრო, რომლის მოპოვებაც მას შეეძლო. იესოს პასუხი საუკუნეების შემდეგ განსხვავებული იყო, უფრო მეტად ვიდრე მთელი სამყარო. რას არგებს ადამიანს, თუ მთელ ქვეყანას შეიძენს, თავის სულს კი დაღუპავს, ამ ორ პასუხს შორის თითოეული თაობა ირჩევს თავისას. მიწის სიღრმეში 3000 წლის წინ უსახელო კაცები ქვის ჩაქუჩებით კლდეებს ამსხვრევდნენ. მათი ძვლები დიდი ხანია შეერია მტვერს, რომელსაც სუნთქავდნენ. მაგრამ მათი ისტორიები, უფრო სწორად მათი ისტორიების არარსებობა ოფიციალურ ჩანაწერებში, აგრძელებს ჩვენს გამოწვევას. რას ვუპირებთ ჩვენივე ეპოქის უხილავებს? ვინ არიან დღევანდელი მაღაროელები? და როდესაც ჩვენი ცივილიზაციის ოქრო მომავალი თაობების მიერ იქნება შესწავლილი, რა მდუმარე ისტორიებს იპოვიან ისინი ბრწყინვალების მიღმა? ეს არის კითხვები, რომლებიც სოლომონის მაღაროების დავიწყებულებმა დაგვიტოვეს მემკვიდრეობად. მემკვიდრეობა, რომელიც შესაძლოა უფრო ძვირფასია, ვიდრე მთელი ოქრო, რომელიც მათ მოიპოვეს. რადგან ოქრო საბოლოოდ იკარგება, იპარება, დნება. მაგრამ პატიოსანი კითხვა სამართლიანობის შესახებ რჩება. რჩება მანამ, სანამ პასუხი არ გაეცემა. და ჯერ კიდევ არ გაცემულა. იმისათვის, რომ დაგვეხმაროთ ამ დოკუმენტური ფილმებისა და ბიბლიური ისტორიების წარმოების გაგრძელებაში, განიხილეთ ჩვენი ელექტრონული წიგნის შეძენა 50-ზე მეტი ლოცვით. ეს არის ამ პროექტის დალოცვის გზა და ამავდროულად სულიერი გზამკვლევი თქვენი გზისთვის. ბმული თქვენი წიგნის დასაჯავშნად არის აღწერაში. მომავალ ვიდეომდე.